23 მაისს თბილისში საქართველოს კოლორექტულ ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით პირველი კონგრესი გაიმართა. შეკრება 200-ზე მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა. მომხდარებლებმა ერთმანეთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. მეცხრე ტომიც ესწრებოდა ამ ძალიან საინტერესო ღონისძიებას და გაესაუბრა მის ორგანიზატორს და ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო სტუმრებს. ჩვენ გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ საქართველოს კოლორექტულ ქირურგთა ასოციაცია. ამ ასოციაციის მიზანი არის ამ მნიშვნელოვანი დარგის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ყოველწლიურად მზარდი პრობლემა არის. ზოგადად კოლოპროქტოლოგიური ავადმყოფობები ყოველწლიურად მატულობს. მნიშვნელოვანი არის პროფესიონალთა შორის ურთიერთკავშირების შექმნა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. სწორედ ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მიზანი არის კოლორექტული დაავადებების, კოლოპროქტოლოგიური დაავადებების ზოგადი მოხილვა, თანამედროვე სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების განხილვა. დღეს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ანალურ ფისტულასა და კრიპტებზე, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ კრონის დაავადების შემთხვევებზე. როგორ ამოვიცნოთ, რა ჩივილებია დამახასიათებელი და რატომ სჭირდება განსხვავებული მიდგომა. იმედი მაქვს გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, რაც აქამდე დაგვიგროვდა. განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ კოლორექტალური ქირურგიით. ასევე მსურს ვისაუბრო მომავალზეც, რადგან ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ახალი რობოტული სისტემების დანერგვით ქირურგიული პროცედურები მთლიანად შეიცვლება.